ალიევს ივანიშვილით შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტის სოლოლაკის რეზიდენციაში მიიღებს. ალიევი უკვე შეხვდა ყაველაშვილს და კობახიძეს ცოტა ხნის წინ გაკეთდა საერთო განცხადებაც. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მშვიდობა კავკასიაში ეს იყო ალიევის მთავარი გზავნილი. აფგან სადიგოვი ბაქოში პოლიციამ დააკავა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. ამის შესახებ მისი ცოლი სოციალურ ქსელში წერს. სევინჩ სადიგოვა ამჟამად შვილებთან ერთად ევროპაში იმყოფება. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოდან გუშინ გააძევეს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს ქუთაისში სახელი შეუცვალეს და 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი დაარქვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა აქტივისტებმა გაავრცელეს. დღეს მოქალაქეები ქუთაისში 19 საათზე გმირთა მემორიალთან საპროტესტო აქციას გამართავენ და მოითხოვენ მემორიალზე სრულყოფილად დაეწეროს, რომ ქართველი სამხედროები ოკუპანტებთან წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ. უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს და კომისიაში გამოცხადდეს. საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება კი ჩაბარებულად ჩაითვლება. ამ შინაარსის კანონპროექტი პარლამენტში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაარეგისტრირა და დღეს პირველი მოსმენით კომიტეტის ხდომაზე განიხილეს.